იძახია რომ უშქურში მაგარი თოვლიაო და რამდენად ავარ აი ეგ უკვე არ ვიცი. სვანეთში 300-ზე მეტი გვარი არის ერთმანეთის მტრობისგან გამქრალი. 12 მეტრი და 60 სანტიმეტრი იყო სრული ნალექი ერთ თვეში. გათენდა მეგობრებო გავივიზეთ. და კაცრობედი არ გიქნება, მთელი ღამე წვიმდა და შეხედეთ რა. სვანეთში ვის გამო ჩამოვედი რომ თოვლი გადანაო და მაგრად წვიმს. ამავე თუ არის. მოკლედ მეგობრებო ვისაუბრებთ და მივდივართ უშქუდში. როგორც გითხრეს ახლა მასპინძლებმა ამ დროს სვანეთში წვიმაო, აი ძალიან ისეთი შემთხვევაა რომ მგონი ჩვენ დაგვემთხვა ზუსტად. წვიმა ისევ არ ჩერდება. ეხლა მაღაზიაში შემოვიგარეთ რაღაცებს დავითრებ და ავედით. ჩვენმა მასპინძლებმა ისეთი არაყი გამომატანა თაფის. ფოტოშორის ესეც რამე მითხრა. ამ ერთი კვირის წინო ჩემი ნათესავიო რა უშქურში მიდიოდა ფეხითო და გაიყინაო გზაზეო. და ეგეთი ადამიანი თუ შეხვდებაო, აუცილებლად პირი გააღებინებ და ჩაასხიეს ჩემი არაყიო და გადარჩება უინო შემთხვევა უეჭველი დავალება. იძახია რომ უშქურში მაგარი თოვლიაო და რამდენად ავარ აი ეგ უკვე არ ვიცი, მაგრამ გონია რომ ავარ. აქ იმისთვის რომ ეგეთი რაღაცები მოცადეთ, იმედია წვიმა ძალიან ხელსა შეგვიშთით. Let's go. მეგობრებო, პირველ დაბრკოლებას წავაწყდით. ზემოთ ხა მივდივართ უშქულისკენ და ყოფილა ავარიები და ყველა მანქანა ეხა უკან მოდის. დადებით რომ ტრაქტორი მოვიდეს, გაიწმინდეს გზა და წავიდეთ. აქ სვანეთში 300-ზე მეტი გვარი არის ერთმანეთის მტრობისგან გამქრალი. თული გზის მიუხედავად ჩვენ უკვე უშქულში ვართ და მოდი ახლა ერთად ვნახოთ უშქულის სილამაზე. შემოვედით უშქულში და უბრალოდ ნახეთ რა ხდება. ზღაპარია აქაურობა. ჩემი პატარა ახალი მეგობრები უნდა გაგაცნოთ, მარშანი და გიორგი. მტრობა ხდებოდა მიწებზე და საქონელზე. ძალიან ბევრი მაცხოვრებელი იყო ერთ სვანურ სახლში 80-100 სული ადამიანი ცხოვრობდა ერთ სვანურ სახლში. 200,000-იანი ცხენოსანი არმიის გამოყვანა შეეძლო მაგ დროს სვანეთს და ბრძოლის დროს ქვემო სვანეთში გამოწყვიტა ესეთი გვარი და პატარა ბიჭი იყო იმ გვარიდან, რომელიც გადაურჩა ამ შემთხვევას და ბუჩქების უკან იმალებოდა რა მტირალი და გამოიარა ჩემმა წინაპარმა ვადრი ერქვა, ჯაჭვიანი იყო, ძალიან შეძლებული ძლიერი ვაჟკაცი თავისი აღნაგობით, რომელსაც თამარ მეფემ ოქროს ჯაჭვიას ჩუქა. რო ნახა ის პატარა მტირალი ბავშვი აიყვანა ხელში და ის ქვაბი რაც მოქონდა დღეისდღეობით აქ უშქულის ლამარიაში არის შენახული, იმაში ჩასვა და ხორბლის მარცვალი დააყარა, რომ იმათ არ ენახა, თან რო არ გაგუდულიყო ის ბავშვი. ღარზე წამოიკიდა ეს დიდი ქვაბი და წამოიღო 70 კილომეტრია ლენტეხიდან უშქულამდე. აქ რომ მოიყვანა თვითონ ის ჭურჭელი ლამარიას შეწირა, ლამარიას აშენებდნენ და შიგნით იდგა ის ქვაბი. და მერე გადმოდგეს გარეთ.
სახურავი ახადეს კარში არ ეტეოდა და დიდ ადგილს იკავებდა შიგნით და ეზოში დგას დღესაც. ის ბავშვი ჩამოიყვანა ჩემს სოფელში და ჩემს სოფელში ჩაასახლა და იმიქიდან გამრავლდნენ მერე ის გვარი და დაარჩინა ესე რომ ვთქვა. მე ვარ საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი ახალგაზრდების ორივე კლავში და ცარიას ადგილზე ძლივს ვიღებ რა. იმ სიმძიმეა და წარმოიდგინე ახლა ის ნახევრამდე რომ გაავსოთ 3 წლის ბავშვი რომ შიგნით იყოს 70 კილომეტრი რომ ხრით წამოიღო რა ფიზიკური ჯანი უნდა ქონოდა. თამარ მეფე ყოფილა თავისი ამალით ჩამოსული აქ ხშირად დადიოდა ორი რეზიდენცია აქ და უკითხია რომ თუ ვინმე არისო ისეთი მაგარი მოჭიდავე რომ ჩემ ფალავანს რომ დავაჭიდოთო და ჩემ წინაპართან იმ ბადრისთან მისულან ეს ბიჭები რომ თამარ მეფეს აინტერესებსო რომ დაეჭიდო. მე ვარ დავეჭიდებიო თამარ მეფის ფალავანს. რომ მოვგო მეფის ფალავანსო ეწყინებაო და გული დაწყდებაო და დაინტერესდა თურმე მეფე ვინ იყო ის ესეთი ფიზიკური აღნაგობის და შესაძლებლობების ვაჟკაცი. მოისურვა რომ შეხვედროდა მაგას და რომ შეხვდა დარწმუნდა გაეცინა თურმე თამარ მეფის ფალავანი აქამდე მარტო წდებოდა თურმე იმას. უთქვია რომ წამოდიო ჩემთან ერთადო და ცნობილ მეომარს გაგხდიო რა ყველა გაგიცნობსო. ესეთი ფიზიკური აღნაგობა გაქვსო. დიდი პატივი არისო მეფეო თქვენი შემოთავაზება, მაგრამ ლოგინად ჩავარდნილი მამა მყავსო და ჩემს მეტი ემომლელი არავინ არ ყავსო. მაშინაბაო უშკულშიო საღამოს ნადიმი მაქო და იქ მაინც ამოდიო. რომ ამოსულა აქ ჭაჭუ დაჩუქა და აქ რო ეძებდა ის ჭაჭუიანი ვაჟკაცი სად არისო და მის მერეო გვეძახიანო ჭაჭუიანებსო. ეხლა ნახეთ რა გაჩვენეთ. უშგულში, კოშკში აგერ არის ჩემი მეტალოპლასტმასი. როგორ მოხდა და საიდან მოვიდა აქ არ, მაგრამ ფაქტია რომ ჩემია, ვინ თურქი, ჩემი კომპანია აწარმოებს მეტალოპლასტმასის კარფანჯარას. და აგერ ხდება უშგულში. ამძახს სიმბა დაერქვა. რეიდან სიმბა დაუძახეთ ვინც აქ მოხვდებით და ამძახს ნახეთ. ეს მაგარი კაცი ყოლოს გზას. თქვენი სახელი? ნელა ერთი ვარ ჩემპიონი გენაცვალე. მოგებით. აქაური აქ დაბადებული ზღვამა. დიდი მსხვერპლი რა 26 ადამიანი მარტო მულახში. 8 ადამიანი აქ დაიღუპა უშკულში ზვავით. რამდენი მეტრი თოლი გახსოვთ თვალსავად? 12 მეტრი და 60 სანტიმეტრი იყო სრული ნალექი. გეოგრაფიის მასწავლებელი ყავდა, არაჩვეულებრივი პიროვნება. და ის ზომავდა ყოველ დილაობით ნალექს. მოზამთრე რამდენი კომლია? უშკულში 120 კომლიდან 38 თუ 58 კარჩა. და ძირითადი შემოსავლის წყარო რა არის ზამთარში? მცირე მიწათმოქმედება არის რა, ყანა, ულით შენ და საქონელი რა. ქართველი უფრო მოდის თუ უცხოელი? სამწუხაროდ უცხოელი. უცხოელი ხო? ზამთარში ტურისტი როგორც ასეთი არ მოდის, აქ მოდიან სპორტსმენები რა. მოთხილამურეები ძირითადად, თუ უცხოელი არის, აუცილებლად მოთხილამურეა. მიდიან ფეხით, სკიტურებს ეძახიან, მიდიან გაუკვალავში. გაუკვალავში ბრუნდებიან. საუკუნეებით, აი ჩვენ წელთა აღრიცხვიდან დაწყებული ხო, დღემდე მოყოლებული ყველა თანამონაწილეა ყველა ისტორიულ ეტაპზე უშკული. მუზეუმიდან დაწყებული და მთავრებული მოსახლეობა. მუზეუმის ზემოთ ხო? იქ ეთნოგრაფიული არის. მადლობა იმ ოჯახს და მადლობა იმ შემქმნელს, რომ ესე გააკეთეს და იზრუნეს ამაზე. კოშკები ახლა ჯერარა ბევრი შემორჩენილი კომუნისტების დროს დაანგრიეს. და 100 კოშკამდე 99 ჩანს. სურათებში ორივე ხარის გადაღებიდან. კოშკთან მიდგმულია ყოველთვის საცხოვრისი სახლი. ანუ მაჩუბის, ვანური მაჩუბი, სადაც საქონელი პირველ სართულზე, მეორეზე ადამიანები ცხოვრობდნენ და ესეთი ამბავია. ტემპერატურის ცვლილება მთაში არის და მთა არის და ახლა კი ელექტროენერგია რაღაცა. მაშინ არაფერი აბსოლუტურად შუა ცეცხლი კერია. ხო. ეგ იყო მთავარი გათბობაც და მთავარი შესაძლებლობაც რა. ასე გიბედა. ისე კოშკში, ანუ ერთ ოჯახს ეკუთვნოდა თუ გვარს ეკუთვნოდა? გვარში ბევრი კოშკი როგორც წესი რა. გააჩნდა ოჯახს, როგორი სიძლიერით, როგორი ტემპით მოდიოდა.
ყველაფერი ულამაზესი და გადათეთრებული და ყველაფერს ძალიან მალე გაჩვენებთ. უკვე მეორე დღეა რაც სვანეთში მოგზაურობთ. და დღეს უნდა ვნახოთ თეთნურდი და ჰეშკილის ქოხები. ის თეთნურზე ამოსვას აპირებთ ესე იწმინდება პარკინგები და მანქანას ჩვეულებრივად გააჩერებთ. აქ დელიკებმა იარეს, გაოცებული ვარ. აი რო უყურებ ხო არ გჯერა რომ შეიძლება აქ ამოვიდეს, მაგრამ სხვათაშორის ძალიან კარგად ამოდიან. ამოვედით უკვე თეთრუნძე ვარ და ამ საბაგიროებს ხალ დავყვეთ, როგორც გითხრეს, ორი საბაგირო არის ზემოთ გახსნილი, კაფე, დღეს იქნება DJ და ძალიან მაინტერესებს, აი DJ-ო რა თქვენს უკვე მოვიხოთ. წავით. მივდივართ ჰეშკილის ქოხებში და როგორც ვიცი და რაც მაქვს ნახი, ძალიან მაგარი სანახაო მომდევნოს. ყველა 1 კილომეტრში ისეთი ადგილია, რომ აი ისე ვერ გავული აქაურობას, რომ უბრალოდ არ გაჩერდი და არ გადაიღო. ჰეშკილისკენ მიმავალ გზაზე შეგვიძლია ხა ერთი კაი კაცი რა და მანქანაო დაქოქილი იყოს, გადმოვედი მანქანიდან და შიგნით ჩამეკეტაო რა, ამოდი უნდა მივეხმაროთ, აუცილებლად ესე რანაირად გავტოვებთ შუაგზაში ადამიანს. მიდი. ამას შეხედეთ საჩავად. აი აქ ეს შევედი, უნდა მოტრიალებული ყავი და ვეღარ გამოვედი, მაგრამ მაგრა ვიბუქსავ. ჰეშკილის ქოხებში ვარ. და ჩემს გარშემო ხდება რაღაც საოცრად. ჰეშკილის ქოხები არის ულამაზესი. თავისი გზით. რა თქმა უნდა, ამ თოლში მithumetes, აი საოცარი არის, რა თქმა უნდა, ამის კადრებს ნახავთ. და ეხლა მინდა გაჩვენოთ ჰეშკილის ქოხების სილუეტს. სიგიში მთელი 360 გრადუსით არის ულამაზესი ხედები. თითქოს გავიწყოს ყველაფერს. ერთადერთი უყურებდა ტყეები აქაურებში.